ისრაელი კვლავ ძალით მოქმედებდა ლიბანში და ხუთშაბათს 2026 წლის 9 აპრილს გზავნილი პირდაპირ იყო. ისრაელის წარდგენილი ვერსიით თავდასხმას მხოლოდ სამხედრო მიზანი არ ჰქონდა. საკითხი ის იყო, რომ ჰეზბოლას არ მიეცა საშუალება პარალელური ძალაუფლებიდან ლიბანის სახელმწიფოს ცენტრში გადასულიყო. ამ ვერსიის მიხედვით, შეტევა მიზნად ისახავდა ბეირუთში კონტროლის დამყარების მცდელობის დაბლოკვას და იმ სტრუქტურის მოჭრას, რომელიც შეიარაღებულ ჯგუფს ლიბანის მთავრობის ზემოთ მოქმედების საშუალებას აძლევდა. პრაქტიკაში კი მოხდა მასშტაბური საჰაერო ოპერაცია. ისრაელმა განაცხადა, რომ მან დაარტყა ჰეზბოლას 100-ზე მეტ სარდლობის ცენტრს ბეირუთში, ბექასუელზე და ლიბანის სამხრეთში, რასაც თავად როიტერსმა ყველაზე მასშტაბური ტალღა უწოდა. ეს იყო თავდასხმების ყველაზე მასშტაბური ტალღა ამ ახალი ომის დაწყების შემდეგ. ეს იყო ქმედება, რომლის მიზანიც ჰეზბოლას სარდლობის, კომუნიკაციისა და რეაგირების უნარის მოშლა იყო. ისრაელის ლოგიკით, მიზანი მხოლოდ პასუხისგაცემა არ იყო, არამედ შეიარაღებული ძალის ხერხემლის გატეხვა, რომელიც კვლავაც აწყდება ლიბანის ოფიციალურ ხელისუფლებას. ამ ყველაფრის ცენტრში ერთ მხარეს ბენიამინ ნეთანიაჰუა, მეორე მხარეს კი ჰეზბოლაა, ხოლო ლიბანის მთავრობა ამ კრიზისში შუაში მოქცეულია. ნეთანიაჰუმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რაც შეიძლება მალე დაავალა ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება და ნათლად დააფიქსირა, რა იქნება ამ საუბრის მთავარი თემა. ჰეზბოლას განიარაღება და ორი ერის შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების მცდელობა. ეს გადამწყვეტია, რადგან აჩვენებს, რომ ისრაელი ამ ჯგუფს მეორეხარისხოვან მოთამაშედ არ აღიქვამს, არამედ როგორც მთავარ დაბრკოლებას, რომ ლიბანი სრულად დაუბრუნდეს საკუთარი სახელმწიფოს ავტორიტეტს. სწორედ ეს არის სათაურის მთავარი აზრი. საუბარი სახელმწიფო გადატრიალების აღკვეცაზე. ლიბანის სახელმწიფო ცდილობს იარაღის მონოპოლიის დაბრუნებას, მაშინ როცა ჰეზბოლა სრულად ართმობს თავის არსენალს. იანვარში როიტერი იუწყებოდა, რომ ლიბანის არმია აცხადებდა, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ოპერაციული კონტროლი აიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ ისრაელი ამ ძალისხმევას არასაკმარისად მიიჩნევდა, რადგან ჰეზბოლა კვლავ ცდილობდა შეიარაღების აღდგენას. თავად პრეზიდენტმა ჟოზეფ აუანმა განაცხადა, რომ ომისა და მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ სახელმწიფოს უნდა ეკუთვნოდეს. როდესაც არსებობს შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც ფინანსდება, იწვრთნება და ინახება ამ ოფიციალური ჯაჭვის მიღმა, ცენტრალური ხელისუფლებისთვის საფრთხე თეორიიდან რეალურ რისკად იქცევა. სად იფეთქებს ეს დაპირისპირება? ბეირუთში, ლიბანის სამხრეთში. იმ ტერიტორიებზე, სადაც ჰეზბოლა ინარჩუნებს შეიარაღებულ ყოფნას, პოლიტიკურ გავლენას და საკუთარ ძალაუფლების ქსელს. როგორ ხდება ეს? ჯგუფი უარს ამბობს იარაღის ჩაბარებაზე, ინარჩუნებს საცეცხლე ძალას, ზეწოლას ახდენს მთავრობაზე და უარყოფს ნებისმიერ გამოსავალს, რომელიც მას დაასუსტებს. ამ ხუთშაბათს ჰეზბოლას ერთმა პარლამენტარმა უარყო პირდაპირი მოლაპარაკებები ისრაელთან და განაცხადა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი დამოკიდებული იქნება ჯერ ცეცხლის შეწყვეტასა და ისრაელის ჯარების გაყვანაზე. უბრალო ენაზე რომ თქვათ, ჯგუფი ართმობს ძალას, რომელიც დააგროვა. და სწორედ ეს პარალელური ძალაა, რომელიც ისრაელის შეფასებით ლიბანის სახელმწიფოს შიგნიდან შთანთქმით ემუქრება. როდესაც ისრაელი ასეთი ძალით მოქმედებს, გზავნილი ნათელია. პირველ რიგში არ დაუშვას, რომ ჰეზბოლამ ლიბანის ტერიტორია მუდმივ საომარ პლატფორმად გამოიყენოს. მეორე, ლიბანი რთული არჩევანის წინაშე დააყენოს. ან სახელმწიფო საბოლოოდ აიღებს კონტროლს, ან დარჩება შეიარაღებული ორგანიზაციის მძევლად, რომელიც თვითონ წყვეტს, როდის შეუტიოს, როდის გაამწვაოს სიტუაცია და როდის ჩააბას მთელი ერი ომში. აი ამიტომ დაიწყო ეს შეტევა. საქმე მხოლოდ საწყობების ან ოპერაციული ცენტრების დაბომბვაში არ არის. საუბარია იმაზე, რომ ირანის მხარდაჭერილი მილიცია აღარ აგრძელებდეს იმ სივრცის დაკავებას, რომელიც სინამდვილეში უნდა ეკავოს მთავრობას, არმიას და ლიბანის ინსტიტუტებს. მართალია, რომ ოპერაცია აპრიულმა ძლიერი საერთაშორისო რეაქცია გამოიწვია. გაერომ ასობით დაღუპულისა და დაჭრილის შესახებ ცნობები შემაშფოთებლად შეაფასა. და კრიზისმა კიდევ უფრო დიდი მასშტაბი მიიღო, რადგან ეს ყველაფერი მოხდა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ზავის შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ზეწოლისა, ისრაელმა თავისი პოზიცია შეინარჩუნა. ლიბანი ამ შეთანხმებით არ იყო დაფარული. და ჰეზბოლა კვლავაც სამიზნეა, რადგან იერუსალიმისთვის ნამდვილი მშვიდობა არ არსებობს, სანამ ეს ჯგუფი შეიარაღებული და გავლენიანი იქნება ლიბანის სახელმწიფოში. აი რატომ ჩნდება ერთად როგორც შეტევა, ასევე მოლაპარაკება. ჯერ მოდის სამხედრო დაპირისპირება, შემდეგ კი პოლიტიკური მოთხოვნა.
განიარაღება, სახელმწიფო კონტროლი და ჰეზბოლას მმართველობის დასრულება ლიბანის მომავალზე. საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მარტივია: რა შეაჩერა ისრაელმა? მან არ მისცა ჰეზბოლას საშუალება რეგიონული ქაოსი გამოეყენებინა თავისი გავლენის გასაფართოებლად და ლიბანი კიდევ უფრო ღრმად ჩაეთრია თავისი კონტროლის ქვეშ. და რატომ? იმიტომ რომ სანამ პარალელური შეიარაღებული ძალა უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს ვიდრე თავად მთავრობა, ლიბანი კვლავ დარჩება იმ ზღვარზე, რომ საკუთარი თავის კონტროლი დაკარგოს.